Medison Blue Iveria. საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ გამართული მე-7 საერთაშორისო ყოველწლიური კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. მხარდამჭერები: ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოება, ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსინკი. ტრადიციულად ფართო მასშტაბი, მაღალი კლასის საერთაშორისო სპიკერები, 300-მდე ექიმისგან შემდგარი აუდიტორია, მულტიდისციპლინური მიდგომა და პროფესიულ ენაზე საუბრის, აზრთა ურთიერთგაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობა. ერთი სიტყვით, ენდოკრინოლოგიისა და ენდოკრინოლოგების ნამდვილი ზეიმი, სახელად საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია რეგულარულად მართავს პრაქტიკულად ყოველწლიურად დიდ საერთაშორისო კონგრესებს და ეს გახლავთ ჩვენი მე-7 საერთაშორისო ყოველწლიური კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში, სადაც გვაქვს პატივი და შესაძლებლობა რომ მოусმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოდან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი სპეციალისტები და ასევე ჩვენი ქართველი წამყვანი ექიმები წარადგენენ ძალიან საინტერესო თემებს. მიმდინარე კონგრესი არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს ენდოკრინოლოგთა ცხოვრებაში. ეს არის მე-7 კონგრესი და ამ ხნის განმავლობაში, რაც ტრადიცია შეიქმნა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეკრებებისა, მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკვირდები და ვაფიქსირებ, რომ უზომოდ ძალიან მკვეთრად გაიზარდა არა მხოლოდ ცალკეული ჩვენი ენდოკრინოლოგების პროფესიული დონე, არამედ გაიზარდა და დაიხვეწა ყოველი ასეთი კონგრესის როგორც პროგრამის, ისე მიმდინარეობის ყოველდღიური პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ დამსწრეებს შორის, რომელთა რაოდენობამაც 3 ასეულს გადააჭარბა, არ იყვნენ მხოლოდ ენდოკრინოლოგები. თემატიკიდან გამომდინარე კონგრესით მომიჯნავე დარგის ექიმებიც დაინტერესდნენ. თავდადებული ხანისება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წესი ყოველთვის ვცდილობთ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ჩვენს ენდოკრინოლოგებს და არა მხოლოდ ენდოკრინოლოგებს, ასევე მომიჯნავე სპეციალობის ექიმებისთვის ჩავატარო და დავაორგანიზოთ მსგავსი ტიპის მულტიდისციპლინური ღონისძიებები. ეს ეხება როგორც მეტაბოლურ პრობლემებს, დიაბეტი, ლიპიდები, სიმსუქნე და ასე შემდეგ, ასევე სხვა ჰორმონულ პრობლემებს, როგორც არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის სისტემა, თირკმელზე და ჯირკვლის დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას ეს საკითხიც ასევე საქართველოში განსაკუთრებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავფაროთ ყველა ის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და არც ისე აქტიურად არ არის ხელმისაწვდომი ქართველი ექიმებისთვის და ქართველი ენდოკრინოლოგებისთვის. ჩვენი კონგრესი წარმოდგენილია 6 სხვადასხვა სესიით, რომელიც ეხება ენდოკრინოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორც არის თირკმელზე და ჯირკვლის დაავადებები, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია, კალციუმი, ძვალი, ოსტეოპოროზი, ასევე დიაბეტი, სიმსუქნე, ფარისებრის დაავადებები და ლიპიდოლოგია. მოკლედ ძალიან ფართე პროგრამა გვაქვს, ფანტასტიკური სპიკერების ნაკრები გვყავს, ძალიან კარგი დასწრება გვაქვს, 300-ზე მეტი ექიმი ესწრება ჩვენს კონგრესს, როგორც საქართველოდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან, გვყავს უცხოელი დელეგატებიც და ვფიქრობ ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად მიმდინარეობს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. რაც შეეხება სპიკერებს, წლევანდელი კონგრესის შემთხვევაში ეს მართლაც ცალკე საუბრის თემაა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებები წარსდგნენ მსოფლიო დონის პროფესიონალები, ექიმები ევროპიდან და ამერიკიდან, რომლებიც ფაქტიურად დარგის უპირობო ლიდერები არიან საკუთარ ქვეყნებში და რომლებიც მართლაც ამიწყნიან მსოფლიო ენდოკრინოლოგიაში.
დღეს ჩვენ მოწვეული გვყავს მსოფლიო დონის ექსპერტები თავიანთ სფეროში, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სპიკერები, მომხსენებლები, რომლებიც დაფარავენ აი იმ საჭირბოროტო საკითხებს და ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დეტალურად გასცენ პასუხი ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, რომელიც თითოეულ სფეროში დგას დღევანდელ მედიცინაში. ამჟამად მიჩიგანის უნივერსიტეტში ვმუშაობ, სადაც ენდოკრინოლოგიის პროგრამის დირექტორი გახლავართ. ორიოდეს სიტყვით გეტყვით დღევანდელი კონფერენციის შესახებ, რომელიც დღეს დაიწყო და რომლის პირველი სესიაც სრულად დაეთმო ერთ კონკრეტულ ენდოკრინულ ორგანოს, თირკმელზე და ჯირკვალს. ეს უკანასკნელი თავის ფუნქციებიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ალბათ ჰორმონების ადრენალინისა და კორტიზოლის შესახებ ყველას სმენია. დღევანდელ კონგრესზე დიდი ადგილი დაეთმო ჰორმონების გადაჭარბებით განვითარებულ დაავადებებს, ანუ მდგომარეობებს, როცა საჭიროზე მეტი ჰორმონი გამომუშავდება და ორგანიზმს პრობლემები ექმნება. აგრეთვე ვისაუბრეთ ჰორმონების დეფიციტის შესახებ, როცა ჯანმრთელობა ჰორმონების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზიანდება. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ამ საკითხებზე და კიდევ უფრო მეტად განვაახლეთ ჩვენი ცოდნა. დიდი მადლობა კონგრესის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. This conference organized by the Georgian Association. დღევანდელი კონფერენცია უაღრესად მიმზიდველი და წარმატებულია. ძალიან მაღალია დამსწრე ექიმების აქტივობა, ხოლო სამეცნიერო პროგრამა გამორჩეულია და ენდოკრინოლოგიის ყველა ასპექტს მოიცავს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ორგანიზატორების წვლილი. ისინი ძალიან ეფექტურად მუშაობენ, რისიც წყალობითაც ქართული ენდოკრინოლოგიური საზოგადოება ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. მე როგორც ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართველ ენდოკრინოლოგთა საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წარმატებაში. Very recently, the president of the European Society of Endocrinology. ძირითადად კონცენტრირებით მაქსიმალურად პრაქტიკულ სათაურებზე. ვცდილობთ, რომ მოვიწვიოთ ძალიან ცნობილი და უკვე გამოცდილი სპიკერები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ დაბეჭდილებებს, თავიანთ გამოცდილებას და არა მხოლოდ ქართულს, არამედ უცხოელ სპიკერებსაც ვიწვევთ, როგორც ხედავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ტოპიკები, ესე ვთქვათ, იყოს მაქსიმალურად რელევანტური და პრაქტიკული, ისეთი, როგორცაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. დღევანდელი კონგრესი მოიცავს ენდოკრინული დაავადებების მთელ სპექტრს. დღეს მთელი სესია თირკმელზე და ჯირკვლის პათოლოგიებზე საუბარს დავუთმეთ. ხვალ დიაბეტის, ჰიპოფიზის, თირეოიდული დაავადებების შესახებ ვისაუბრებთ. ეს უკანასკნელი სწორედ ის დარგია, რომლის სპეციალისტიც მე გახლავართ. მინდა გითხრათ, რომ ენდოკრინოლოგია მედიცინის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ფაქტობრივად მის საძირკველს წარმოადგენს, რადგან ჩვენ მუშაობთ ჰორმონალურ პრობლემებზე. ჰორმონები კი მოგეხსენებათ ყველგანაა მთელს ორგანიზმში. ჰორმონები ფაქტიურად სიცოცხლის მოლეკულებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ორგანიზმის ფუნქციონირება. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რომელსაც ეს არაჩვეულებრივი კონგრესი ეთმობა. From my point of view, is the most important area of medicine. უცხოელ სპიკერებს ტოლი არ დაუდეს ქართველმა მომხსენებლებმაც და მთელი კონგრესი პარიტეტული მაღალ პროფესიული სპარინგის პირობებში წარიმართა, სადაც არ იყვნენ მხოლოდ მენტორები თუ მსმენელები და ენდოკრინოლოგთა მე-7 საერთაშორისო კონგრესიც ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესანიშნავ ასპარეზად იქცა. თირკმელზე და ჯირკვლის ინციდენტალომა, კუშინგის სინდრომი, პირველადი ალდოსტერონიზმი, თირკმელზე და ჯირკვლის უკმარისობა, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ხანგამოშვებითი შიმშილი და ინტერვალური კვება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს, საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა, ჰიპოკალცემია, პირველადი ჰიპერპარათირეოზი, მეორეული ოსტეოპოროზი, ინსულინ რეზისტენტობა და დიაბეტი, დისლიპიდემიის მკურნალობის ახალი თერაპიული საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის გაურკვეველი კვანძები, ორსულობა და ფარისებრი ჯირკვალი, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ბავშვ
ბავშვებსა და მოზარდებში, დედის ხაზით გადაცემული დიაბეტისა და სიყრუის სინდრომი, სიმსუქნე და მისი მართვა ახალი თერაპიული საშუალებებით. ასეთი გახლდათ ორდღიანი დატვირთული კონგრესის ფარგლებში გაკეთებული მოხსენებების არასრული ჩამონათვალი. მოხსენებებისა, რომელთა გარშემოც უაღრესად აქტიური დისკუსიებიც გაიმართა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და უკეთ აღქმადი გახადა წამოჭრილი პრობლემატიკა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ხელს უწყობს ჩვენი როგორც ახალგაზრდა თაობის, ისე გამოცდილი პროფესიონალების დონის ამაღლებას. ეს ხელს უწყობს არსებული ახალი ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას და ეს ხელს უწყობს თუ გნებავთ ახალი კვლევების ჩაფიქრებას, ახალი იდეების განხორციელებას, რასაც ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა მიულოცო ჩვენს ექიმებს, მე მინდა მიულოცო ჩვენს ახალგაზრდებს და გამოცდილ პროფესიონალებს ის დიდი მოვლენა, რასაც დღევანდელი საერთაშორისო კონგრესი ქვია. ძალიან აქტიური შეკითხვები არის აუდიტორიის მხრიდან, ძალიან საინტერესო კლინიკური შემთხვევები წარადგინეს ჩვენმა ექიმებმა და ზოგადად ძალიან თითი კარგი მულტიდისციპლინური შეხვედრა გვაქვს, რითაც გამოირჩევა ჩვენი ასოციაციის ღონისძიებები. და ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო, რომ ჩვენი დღევანდელი კონგრესი აკრედიტებული არის ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, რომელიც არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც აძლევს საერთაშორისო აკრედიტაციას ღონისძიებებს და ჩვენი ღონისძიების დამსწრე ექიმებს გადაეცემათ უწყვეტი პოსტდიპლომური განათლების 13 ევროპული კრედიტქულა, რაც ძალიან მისასალმებელია, საამაყო ჩვენთვისაც და დარწმუნებული ვარ ექიმებსაც გამოადგებათ. როგორც კრედიტქულები, კიდევ უფრო მეტად ის ცოდნა და ინფორმაცია, რასაც დღევანდელი ჩვენი შეხვედრიდან წაიღებენ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, გალბატონი ნათია ვაშაყმაძე, როგორც სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი, ორ კომიტეტის შესანიშნავი ახალგაზრდები, ენერგიული, ძალიან მიზანსწრაფული, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები, ყველას დიდი მადლობა ასეთი კარგი კონგრესის ორგანიზებისათვის. დიახ, ეს ნამდვილი ევროპული დონის ღონისძიება გახლდათ, სადაც თავი მოიყარა საქართველოსა თუ მსოფლიოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მთელმა თანავარსკვლავედმა. კონგრესი, რომლის დასრულებისთანავე დაიწყო ახალი მერვე კონგრესისთვის მზადება, ტრადიციული დიალექტიკით, კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო სრულყოფილი. ასე რომ, შეხვედრამდე უკვე 2026 წელს ენდოკრინოლოგების მორიგ დღესასწაულზე.